ღირსეულო თეოფილე, მე თანმიმდევრულად დაგიწერ ყოველივეს რაც მოხდა, რათა შეიტყო სრული ჭეშმარიტება. იმ დროს, როდესაც ავგუსტი იყო რომის იმპერატორი, ხოლო ჰეროდე დიდი იუდეის მეფე, ღმერთმა ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა ნაზარეთში ერთი ქალწულის სანახავად, ხოლო სახელი ამ ქალწულისა იყო მარიამი. ნუ გეშინია მარიამი. ღმერთმა მოეღო წყალობა შენზე. მუცლად იღებ და შობ ძეს და სახელად უწოდებ იესოს. ეგ როგორ იქნება? მამაკაცი რომ არ ვიცი. სული წმინდა გადმოვა შენზე. ამიტომაც უზენაესი ღმერთის ძეთ იწოდება წმინდა შვილი და არ ექნება დასასრული სუფევას მისას. მარიამი გაემგზავრა იუდეის ერთ ქალაქში თავის ნათესავ ელისაბედთან, რომელსაც ასევე სასწაულებრივად ჩასახლდა შვილი. ელისაბედ, მარია, ჩემო დაო მარია. კურთხეული ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი მოცლის ნაყოფი. როგორც კი შენი ხმა შემომესმა, ჩემს მუცელშიც სიხარულით შეიზრა ჩვილი. ადიდებს სული ჩემი უფალს და განიხარა სულმა ჩემმა ღმერთის მაცხოვრის ჩემის მიმართ. ამიერიდან მე შემნატრის ყველა ხალხი. ნაზარეთის მცხოვრებნო, იცოდეთ ყველამ, რომ კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით უნდა ჩატარდეს მოსახლეობის აღწერა გალილეასა და იუდეაში. ყველა უნდა ჩაეწეროს იმ დაბასა თუ ქალაქში, სადაც მისი წინაპრები დაბადებულან. და გაემართა მარიამი იუდეის ბეთლემისაკენ, რათა ჩაწერილიყო იოსებთან ერთად, ვიზედაც დანიშნული იყო. მაგრამ ბეთლემში ბინა ვერ იშოვეს. ერთადერთი სადგომი, რომლის შოვნაც მოახერხეს, ბოსელი იყო. იმ მხარეში იყვნენ წყემსები, რომლებიც თავიანთ ფარას დარაჯობდნენ. ღამით უფლის ანგელოზი გამოეცხადათ და გამოუფრწყინდათ უფლის დიდება. დღეს დავითის ქალაქში შვა მაცხოვარი თქვენი, ქრისტე უფალი. წყემსებმა ახალშობილის სანახავად ბაგას მიაშურეს. ისინი იყვნენ პირველნი, რომელთაც ყველასათვის უნდა ეუწყებინათ ქალწულისაგან ნახარები ამბავი, მაცხოვრის შობისა. რვა დღის შემდეგ, როცა დადგა წინდა ცვეთის დრო, ბავშვს დაარქვეს იესო. და მშობლებმა იერუსალიმს წაიყვანეს იგი ღვთის წინაშე წარსადგენად. ტაძარში იყო ერთი ღვთისმოშიში კაცი, ვისაც სული წმინდა მაღუთქვა, რომ არ მოკვდებოდა სანამ არ იხილავდა ქრისტეს. და სახელი მისი იყო სიმონი. ათს განუტევე მონა შენი მეუფეო შენი სიტყვისამებრ მშვიდობით. რადგან ჩემი თვალით ვიხილე შენი მაცხოვრება, ეს ყრმა ღვთის რჩეულია. კურთხეული ყავით ორივე. და როცა მოსეს სჯულის თანახმა დაღასრულეს ყველაფერი, დატოვეს იერუსალიმი და ნაზარეთს დაბრუნდნენ. როდესაც იესო 12 წლისა იყო, იოსებმა და მარიამმა იგი იერუსალიმში წაიყვანეს პასექის დღესასწაულზე. როდესაც იმბრუნდებოდნენ, ეგონათ ყრმაც უკან მოგვდევსო, მაგრამ იესო მშობლებს ჩამორჩა. ისინი უკანვე გაბრუნდნენ ქალაქში და ძებნა დაუწყეს. მესამე დღეს გაიპოვეს ტაძარში რაბინებთან და უხუცესებთან მჯდომარე. ვისი ეს ბავშვი?
ასეთ კითხვებს რომ ნაზარეველი გვეგონა თან მოყვებოდა გთხოვთ მიუტევოთ ყველა მსმენელი გაკვირვებული იყო შვილო, რაც შეგვყარე ამ დღეში? მე და მამა შენი გულშემოყრილნი გეძებდით. რატომ მეძებდით? განა არიცით რომ მე მამაჩემის საქმე უნდა ვაკეთო. მათთან ერთად დაბრუნდა ნაზარეც და ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე.